არა ჩადებას, არა გაყალბებულ მტკიცებულებებს, არა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ამ გზავნილით აპირებენ შეკრებას მოქალაქეები ხვალ ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას აქტიურობისკენ, რადგან შესაძლოა რეჟიმის მსხვერპლი ნებისმიერი მათგანი მოქალაქე გახდეს, ამბობენ, რომ სამართალდამცავი სისტემა უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა აშინებდეს მას. პროტესტი მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ ლიზი ვეკუა გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ლიზი გისმენთ. დიახ, გიორგი, ხვალ ზუსტად პირველ საათზე შეიკრიბებიან მოქალაქეები გენერალურ პროკურატურასთან აქციაში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გადახდათ მსგავსი ისტორია წლების განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმის სამიზნე აღმოჩნდნენ და ციხეში გამოკეტეს ისინი მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჩაუდეს ნარკოტიკები და ეს ყველაფერი შემდეგ ვერ დაამტკიცეს სასამართლოში. ხვალინდელი შეხვედრის აქციის მთავარი ორგანიზატორები სწორედ სინდისის ყოფილი პატიმრები იქნებიან, რომლებსაც გადახდათ იგივე ისტორია ერთი წლის წინ, რადგან ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და ეს ადამიანები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მისვლა ამ გზავნილით ლოზუნგით არა ჩადებას გენერალურ პროკურატურასთან, რადგან დაანახონ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასამართლო კლანს, რომ ყველა მიცის თუ რა მავნე პრაქტიკას აჩვენებენ ისინი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათ წინააღმდეგ არიან განწყობილი, ამიტომ მოუწოდებენ ეს მოქალაქეები ყველას, რომ შეიკრიბონ ხვალ პირველ საათზე გენერალურ პროკურატურასთან, რადგან ამოიღონ ხმა იმ უსამართლობის წინაშე, რომელიც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო სწორედ ნარკოტიკებთან ბრძოლის სახელით. ხვალ 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ორთაჭალაში პირველ საათზე იმართება აქცია სახელწოდებით არა ჩადებას. ახლა სამი სინდისის პატიმარი არის ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. ესენი არიან ანტონ შეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიგული. ჩვენ ვითხოვთ მათ თავისუფლებასაც. თუმცა ასევე მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეს, რადგან ეს შემთხვევები არ არის ერთადერთი, როდესაც მოხდა ნარკოტიკების ჩადება. ვიცით, რომ კიდევ უამრავი მსხვერპლი ყავს სისტემას. ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ შემოგვიერთდეს ხვალ. არა ჩადებას მნიშვნელოვანია აი ეს ორი სიტყვა დაიმახსოვროს საზოგადოებამ, რომელიც ხვალ შეიძლება გახდეს ძალიან დიდი ტყუილის მსხვერპლი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ყავს უამრავი სინდისის პატიმარი, მაგრამ ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ იმ ადამიანებზე, რომლებითაც სავსეა საპყრობილეები და სწორედ ამ საპყრობილეში მყოფი ადამიანების ოჯახებს მინდა მივმართო, რომ ამოიღეთ ხმა, დაუდექით გვერდით თქვენი ოჯახის წევრებს. ჩემ ოჯახს შეეხო პირადად ეს ჩადების პრაქტიკა, რომელმაც თავიდან მორალურად ძალიან გამანადგურა. პირველ რიგში ვნერვიულობდი, რომ ეს ჩემ შულს შეეხო და რომ ჩემ შულს მორალური და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს, მაგრამ ეს უფრო ფართო პრობლემაა და ზოგადად ხალხი უშინდება ამ პრობლემას, მე ამ შიშის გამო ჩუნდება, ხმას ვერ იღებს, უბრალოდ ხმა მოიღეთ. არა ჩადებას ეს მოწოდება დღესაც აქტუალური არის. ვინაიდან ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა ეხება როგორც პროტესტში მყოფ ადამიანებს, ისე საზოგადოების ყველა იმ წევრს, რომელიც შეიძლება რომ ვინმეს ინტერესის საგანი გახდეს. ამიტომაც მოგვართავთ ყველას. თითოეულ თქვენგანს შეიძლება შეგეხოთ ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა და ამიტომ გთხოვთ ამოიღოთ ხმა. დაუდგეთ გვერდით იმ ადამიანებს, ვისაც უკვე შეეხო ეს პრობლემა, ეს დიდი ბოროტება და უსამართლობა, უკანონობა და მობრძანდეთ აქციაზე. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მოქალაქე დააკავა დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით და ამ ადამიანების რიგებს შორის აღმოჩნდნენ სინდისის პატიმრები ანასტასია ზინოვკინა, არტემ გრიგული, ანტონ ჩეჩინი. მათ მიუსაჯეს უკვე 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რაც შეეხება გიორგი ახობაძესა და ნიკა კაციასაც, მათაც ჰქონდათ იგივე ბრალდება წარდგენილი ნარკოტიკების შენახვა შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა მან სასამართლომ ვერ დაუმტკიცა და პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა თავიანთი ბრალეულობა და მათ რამდენიმე თვის წინ დაწევეს სასჯელ ახსულების დაწესებულება. მადლობა.